რა არის? სახში ვისაც რა უნდა ისაკეთოს, თავში ქვა უხლიათ, მივმართავ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს. მოგმართავს. იაკობია. LGBT პირებს აქვთ არსებობის, მაგრამ არა საჯარო სივრცეში თვით გამოხატვის უფლება. ამასაც არსებობის უფლებას რო გაყვედრიან თითქოს, ძალიან დიდი მადლობა რომ არსებობის უფლება გვაქვს. და აი ეს каранტინი ძალიან კარგად აჩვენებს ჩვენ თანამოქალაქეებს აი იმ სიტუაციას, რომელშიც ჩვენ მთელი ცხოვრება ვიმყოფებით ფაქტიურად. როდესაც მორწმუნე ადამიანებს აუკრძალეს საჯარო სივრცეში შეკრება და უთხრეს, რომ სახში ელოცათ რთული აღმოჩნდა ერთი აღდგომის გადატანა და ჩვენ გთხოვენ რომ მთელი ცხოვრება ესეთ პირობებში ვიყოთ, თანაც არალეგიტიმურად. ასეთი შეხედულება ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან სრულიად მიუღებელია, რადგან ყველა ადამიანი თანასწორია და ყველას აქვს საჯარო სივრცეში არსებობის უფლება და თვით გამოხატვის უფლებაც. არსებობა არ არის მხოლოდ ერთადერთი ის, რაც ჩვენს ადამიანობას განსაზღვრავს და შეადგენს, იმიტომ რომ ვართ ადამიანები, ვართ სოციალური არსებები, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ფიზიკური არსებობა ჩვენი და ისე განყენებულად, არამედ ჩვენი არსებობა სწორედ საზოგადოებაში, სოციუმში. ნებისმიერი ნიშნით გამორჩეულ ადამიანს აქვს საკუთარი თავის გამოხატვის უფლება, მათ შორის საჯარო სივრცეში. აი ესე აქ ხოლმე და ანუ უნდა ჩაჯდე რა იმის იმაში რა თუ არა და თავი უნდა დახარო და გაიარო და თუ არ დახარე თავი აი ეგ არის ხოლმე მიუღებელი მე მაგალითად რა და ძალიან დიდი ბოდიში იქნება თვალი გაწი. აჰა ეხლა შემიძლია ვილაპარაკო ამაზე მე დავიწყებ იმიტომ რომ დედაჩემმა 2006 წელს გადმომდო ეგეთი დაავადება, რომელსაც ქვია ჰომოსექსუალობა, იმიტომ რომ მე მაშინ გავიგე რეალურად ჩემი ორიენტაცია ვინ ვიყავი, მანამდე მეგონა რაღაც ლესბოსელი ქალი. კითხვა არის ჰომოსექსუალობა გადამდებია. ეს დაახლოებით იგივეა რომ თქვა რომ არ ვიცი ბავშვობაში რომეო და ჯულიეტა წავიკითხე ან რომელიმე სასყვალო ფილმს უყურე და ჰეტეროსექსუალობა გადამდებია. გადამდებია იმდენად და რამდენადაც გადამდებია ჰეტეროსექსუალობა. ხელები უნდა დავიბანოთ ხშირად ჰომოსექსუალობა არ გადაგვედეს. ვერ ხვდები ან როგორ უნდა გადამედოს ჰომოსექსუალობა? ანუ ორიენტაცია წვეთოვანი გზით არის თუ აირწვეთო. ხო, აი გასაკითხავი. დაავადების კონტროლის ცენტრს რო ვკითხოთ ეს. ბატონო ამირან, ჰომოსექსუალობა გადამდებია. ხო. ეხლა შენ ხარ თუ მე? ეხლა მე ვარ. Yes. ოკეი, ნახოთ რომელია შემდეგი. ჰომოსექსუალობა ეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციებს და ღირებულებებს. ესე იგი, ანუ რა გამოდის, რომ ყველა მთელი მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყნის და ეროვნების და ეთნოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს ჰომოსექსუალი ქართველების გარდა. და ტრადიციაზე ერთ რამეს მოვყვები, სადღაც ხდება რომელიღაცა ქვეყანაში და ცოლი წვავს ხოლმე ინდაურს რომელიღაცა დღესასწაულზე და სულ აქვს ძალიან მოკლედ დაჭრილი ბარკლები რა ამ ინდაურს და ქმარი ეკითხება რომ არსადო სხვაგანო სხვა ოჯახში ესე არ მინახავს და რატო აქვს ეს დაჭრილი რა ვიცი დედაჩემი ესე აკეთებდა და ესე მასწავლაო წავა თავის სიდეთთან ეს კაცი და ეკითხება აბაო ისაო ივანოვნაო მითხარიო ერთიო როგორ არისო რა ეგ ამბავე რა ვიშვილო დედაჩემი აკეთებდა ესეო და ბებიაც ცოცხალი არის ცოლის და მივა ამ ბებიასთან და ეუნება და შვილო რა ვიციო მე ის მახსოვს რომ დედაჩემი ეგრე აკეთებდაო იმიტომ რომ მოკლე ღუმელი გქონდაო არ ეტეოდაო რა და მერეო რავი ეგრე წავიდაო რა ეგ ამბავე იყვნენ ეგეთი ქალები ანა ბაჯი მაია წმეთელი, თამარ ვაშლოვანელი. ანუ ისინი დღეს მოიხსენიებიან გმირებად და რაღაც ჩემნაირი ტიპი დღეს არის ვიღაცა ჰომოსექსუალი პედარასტი, ხო? ხო, არც ის არის ტრადიცია, რა ვიცი. ოჯახში ქალებზე რო ძალადობენ და შემდეგ თუნდაც აი წაღამახსენეთ დალევა და აი შემდეგ სუფრებზე მე ამ ქალების ადგილგზელოს ვარ. ჰომოსექსუალობა ბუნების წინააღმდეგ წასვლაა. ნუ ბუნებაში ალბათ 300 ძუძუმწოვარში გვხდება ჰომოსექსუალობა და არც ერთ მათგანში ჰომოფობია არ გვხდება. ამიტომ მე ვიტყოდი რომ ჰომოფობია არის ბუნების წინააღმდეგ წასვლა და არა
და არა ჰომოსექსუალობა. სხვათა შორის აღარ მახსოვს მე მგონი ამსტერდამში რომელიღაცა ქალაქში რაიდის დროს ჰქონდათ ზოოპარკში ჰომოსექსუალური წყვილები ყავდათ მებში რა გალიებში ხალხს ენახა ცხოველებში როგორ მუშაობს ჰომოსექსუალური ურთიერთობები მათ შორის რომანტიული მე როდესაც ადამიანები მაიძულებენ რომ ვიყო ის რაც ვარ ბიოლოგიური სხეულით ეს არის ბუნების წინააღმდეგ წასვლა იმიტომ რომ როგორც ჩემი მართლმადიდებლური რელიგია მეუბნება მე სული უნდა ვანებივრო და არა სხეული იმიტომ რომ სულია მარადიული და სულს მიეწერება და მიეწევება ის ცოდვები რასაც მე ჩავიდე და ეს უფრო მგონია ბუნების წინააღმდეგ წასვლათ რომ მე ხა კაცი ანუ რაღაც ვიყო ქალი თუ როგორ არის ანუ საზოგადოება მოითხოვს რომ მე ვიყო ქალი და აი როგორ უნდა ვიყო მე ქალი როცა ვარ კაცი აი კაი შემდეგი შეხარ ახლა ჩემჯერია კი მე დასავლეთიდან ვიყავი გონი თუ უნდა ხონებს ჰომოსექსუალობა დაავადებაა ნორმიდან გადახრა არატრადიციული ორიენტაცია დასიტყვე ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ეს არის ეპითეტია თავმოყრილი ერთად პირველ რიგში მოდით ჯერ დაავადება შევეხები ის რაც კაცობრიობის გაჩენის დღიდან არსებობს და ადამიანს ბიოლოგიურ, კულტურულ ან სოციალურ ფუნქციონირებაში არ უშლის ხელს და არ ინკურნება დაავადება არ არის. დაავადება არის ჰომოფობია, რომელიც აი ამ ყველაფერში რაც ჩამოთვალე უშლის ადამიანს ხელს სამწუხაროდ. ადამიანთა 10% მეცნიერულად დადასტურებულად არის ჰომოსექსუალური გემოვნების, ასე რომ ეს არც ნორმიდან გადახრაა და არც დაავადება. უბრალოდ უმცირესობაა. ანუ ეხლა წარმოვიდგინეთ ჩვენ რო დავუდგინოთ ჰეტეროსექსუალ ადამიანებს როგორი უნდა იყოს მაგათიც სქესობრივი ცხოვრების წესი ჩვენზე რო იყოს რა მარტო ერთ პოზაში კონდეთ სექსი და დამთავრდა. всё, ეგ არის ჩვენთვის გეებისთვის ნორმა თუ ჰომოსექსუალებისთვის რომ ყველას უნდა კონდეს ერთ პოზაში. ანუ ნორმალურია ეგ? ჰომოსექსუალობა თავსმოხვეულია დასავლეთისგან. ამაზე შემიძლია ითქვა რომ რავი ერთ-ერთი რეგიონიდან ვარ და ესე დიდად ცდომა არ მქონდა არასოდეს ასე ვთქვათ რაღაც არც დასავლეთზე არც ევროპებზე და არც არაფერზე მაგრამ რა ვიცი რაც თავი მახსოვს გეი ვარ ჰომოსექსუალობის და ლგბტ ასე ვთქვათ უფლებადაცვის საქმიანობის წინააღმდეგ ეს ბრძოლა დაიწყო 2009 წელს, როდესაც გახსოვთ ბათუმში იყო აქცია, ოღონდ არავინ ვერ გავიგეთ მაშინ ვის წინააღმდეგ გაიმართა ეს აქცია, მაგრამ დაიმკვიდრა რაღაც საკულტო ადგილი ჩვენს უახლეს წარსულში, იმიტომ რომ გახსოვთ ალბათ მღვდელი პატრულს მიმართავდა გვათქმევინე, ხო მამაოჩვენო, რეალურად ვის უპირისპირდებიან არ ვიცოდით. აი მაშინ როცა იქ დაისვა კითხვა რომ აბა გეები სად არიან? პასუხი იყო რომ ჩამოდიან, აი უკრაინიდან მოდიან, თურქეთიდან მოდიან, აი რაღაც დასავლეთიდან მოდიან. გეების ლაშქარი უნდა გადმოეცხადოს დასავლეთ მაშინ ჯერ არსებობდნენ და ცხადია რომ ეხა ეს ლაპარაკი არის რუსულ ნარატივზე, ესეთ პრავოსლავნი ნარატივზე. მოკლედ ევროპაში შუა საუკუნეებში ამბობდნენ რომ ეს არის აღმოსავლური სცენი. აი ეს არაბეთიდან და სპარსული კულტურიდან მომდინარე, რომლებიც დღეს სიკვდილით სჭიან. და რადგანაც ევროპაში დეკრიმინალიზირებულია და ბევრგან დაუშვათ ერთი და იმავე სქესის ქორწინებაც არსებობს, ეხლა გახდა დასავლური სცენი. ხო, მოკლედ, რომელიც უფრო განვითარებული იყო იმ მომენტში, იმას აბრალებდნენ მოკლედ რა. ლგბტ თემის წარმომადგენლებს ყველაფრის უფლება აქვთ, მაგრამ მათ არ უნდა ჰქონდეთ უფლება ასწავლონ ჩვენ ბავშვებს სკოლაში, იმსახურონ ჯარში, იმოღვაწეონ სახელმწიფო სტრუქტურებში და პარლამენტში. პაჟალოსტა, რა პრობლემაა? არ გინდათ და ნუ გინდათ. რაც ამბობ ხოლმე, იცი რომ ელტონ ჯონიო გეიაო და თქვენ პიდერასტები ხართ. ანუ ეს რაღაცა ეს არის. ანუ სერის ტიტული მოწონთ, იქ მაინც მანდაც ხო გელაგება, რომ ცოტა მაღალი ტიტული თუ გაქვს ანუ სერის წოდება გეხარ. ანუ რასტი თუ გინდა რომ გეი იყო, რაინდი უნდა იყო. ხო, აი მაგალითად, აი რაინდის წოდება რო გქონდეს, მაშინ გეი ხარ და თუ არ გაქვს, მაშინ პიდერასტი. ხო, დღეს რაინდები. კი, ნუ რაინდებიც ხო. ისინი ცხოვრობენ, ისინი ასწავლიან თქვენ შვილებს და ისინი მსახურობენ ჯარში, მერწმუნედ. და აქვთ ამისი უფლება. ხო, ჩვენ სამწუხაროდ დღეს ცხოვრობთ რეალობაში, სადაც აი ეს მითები განაპირობებს იმას, რომ ბევრი ადამიანი სახლიდანაც კი ვერ გამოდის, იმიტომ რომ მას მართლაც ემუქრება ფიზიკური საფრთხე.
თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში აგერ უკვე 10 წელზე მეტია queer აქტივისტები ვარსებობთ, ვიბრძვით უფლებებისთვის, ვიბრძვით იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი და თუ თქვათ 5 წლის წინ ამ ადამიანების რიცხვი იყო გაცილებით ნაკლები, დღეს ვართ 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი. იმდენად გამოვიმუშავე ეს რაღაც გრძნობა, რომ შეიძლება ქუჩაში ნებისმიერ დროს დამესხან თავს, რომ ანუ თუ მათთვის მართლა რაღაც ნორმებში არ ჩაბჯდები, რომ რა ვიცი, უკვე აღარ მეშინია რა, ანუ როდესაც რაღაც მოლოდინი გაქვს ყოველთვის, რავი, ცოტა შიშიც ხრება მაგ შემთხვევაში რა, ანუ რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში ის რომ ის გრძნობა რომ მქონდეს რომ მეშინოდეს, რავი. ამ კუთხით მაშინ ვერ წავიდოდი წინ ვერანაირად და ანუ ვერ ვიბრძოლებდი ჩემი რაღაც ასე ვთქვათ უფლებებისთვის.